მოგესალმებით დილა მშვიდობისა ეთერშია ნიუსრუმი. დღეს თქვენთვის რომა რატიანი იმუშავებს და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე, ასევე საინტერესო სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის დღევანდელი გეგმის მიხედვით პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება პაატა დავითაია, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, ხოლო მეორე ნაწილში აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი სტუმარი. ვიდრე გადავალ სტუმრებთან, მოდით ვნახოთ მოკლე საინფორმაციო ერთწუთიანი კოლაჟი, რომლის შემდეგაც კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. პარტია მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. დელეგაცია ლორდთა პალატის წევრებს ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიკს შეხვდა. ასევე შეხვედრა გაიმართა ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრთან თემთა პალატის წევრთან პრიტი პატელთან. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვა რეალიზაციისთვის დაკავებულ 34 პირს დღეს ბრალი ოფიციალურად წარადგინება, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე უკვე სასამართლო იმშელებს. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა 9 ივლისს გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით 40-მდე მისამართზე ერთდროულად ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური ერიშის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 10 ივლისის ღამეს რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო ერიშის შედეგად 2 ქალბატონი დაიღუპა, 68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი. ვნახეთ მოკლე საინფორმაციო კოლაჟი. ახლა კი დროა რომ გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმართან, ბატონი პაატა დავითაია, მოგესალმებით, მადლობა მოგზაურობისთვის. დავიწყოთ საუბარი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა უკვე მას როგორც ოპოზიციაში, ასევე მართლ პარტიაში. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. პირველ რიგში რა რისკებს უკავშირდება ქვეყნის ინტერესების საზიანოდ აი ეს რეზოლუცია? შეეხება თუ არა მასში ასახული კონკრეტული დებულებები უკვე უშუალოდ მოქალაქეებს? ძალიან მძიმე რეზოლუცია, მინდა ამას ხაზი გაუსვა, არც ვერც ვიხსენებ საერთოდ ევროპარლამენტის მიერ ასეთ დონეზე მიღებულ რეზოლუციას. არ ვიცი, ყველგან ალბათ ეს ქართველები პირველი უნდა ვიყოთ ასეთ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს სისტემა, რასაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება, უпростоრად ხელისუფლების წინააღმდეგ და არა საქართველოს წინააღმდეგ, ნათლად ჩანს აჩვენებს იმას, თუ რაოდენ მაღალია გაღიზიანების დონე ქართული ოცნების პოლიტიკის ევროკავშირთან, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს ითხოვდა იმ ოჯახში გაწევრიანებას და ითხოვდა იმ ოჯახის წესების მიღებას, რომელიც არის ევროკავშირში და მე თვითონ მოიხურა ეს კარები და თქვა არა, მე ჩემი წესებით მოვდივარ და არ მაინტერესებს სხვა ქვეყნის წესები, რომელიც იმ ერთობლივი რაც იქ არის, ამას მოყვა ეგ თემები. ეხლა მე არაერთხელ გამიკეთებია პროგნოზი, როდესაც დაიწყო პირველი რეზოლუციებში ხსენება სანქციებთან დაკავშირებით, ყველა ეძახოდა, რომ ეს შეუძლებელია, არც არაფერი, ჩვენ ხედავთ იმას, რომ სანქციები არის. ეს ერთი, მეორე. ყველაზე სახიფათო ამ რეზოლუციაში არის ორი თემა, რომელიც ეხება უშუალოდ მოქალაქეებს. ეხლა მე შევეცდები პროცედურულად აუხსნა რა საფრთხის შემცვლელია ეს. პირველი ეს არის უვიზოს საკითხი. მინდა ყველას აუხსნა, რომ უვიზოს თემა დღის წესრიგში დგას და ევროკომისიის მიერ და განიხილება იყო ორი გზა ტექნიკურად უვიზოს შეჩერების. პირველი ეს იყო მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის, სადაც ყველა ქვეყნის თანხმობა ჭირდება და სლოვაკეთი და უნგრეთი იყო წინააღმდეგი და ამიტომ ეს გადაწყვეტილება ვერ გადიოდა. იყო მეორე ტექნიკური საშუალება, ეს იყო 15 შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც რომელიც უბრალოდ უკვე შეიკრიბა ბრიუსელში დაახლოებით 15 ივნისს და იყო განხილვა შესრულებასთან დაკავშირებით, სრულდება თუ არა აი ეს უვიზოს საკითხი ტექნიკურ მხარეებზეა საუბარი და შემდგომ ისინი მიმართავდნენ ევროკომისიას და დაახლოებით 15 დეკემბრისათვის საბოლოო გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა მინისტრები 15 ხმით შეუწყვეტავდნენ. ინიციატორები იყო პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი. მაგრამ ამაზეც არ შეჩერდა. ეს იყო ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ზუსტად 2 კვირის უკან მიიღეს კანონი, სადაც პირდაპირ არის გაწერილი, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან არ დათანხმების შემთხვევაში ის ქვეყნები, რომელიც მიისწრაფიან ევროკავშირში და ესეთი ქვეყანა დავჭირთ ჩვენ მეტი არავინ იქ არ არის, ყველა ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელიც არის, ესე იგი ფაქტიურად გამოიძრა, რომ საქართველოსთვის მიიღეს ეს კანონი. საქართველოს არ ჩაწერეს, მაგრამ
აი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს არ სახელდაგვარს არ დავასახელებო, ეგეთი ვარიანტი გამოვიდა. ესე იგი, ამ კანონის მიღების შემდგომ უკვე ევროკომისიის გადაწყვეტილება საკმარისი არის, რომ მიმართოს მინისტრთა კაბინეტს და გადაწყვეტილება მიღებული იქნეს და აქ უკვე ვეტოს უფლება აღარ მუშაობს. აქედან გამომდინარე ტექნიკურად უნგრეთის აღარ გვიშველის არა, ტექნიკურად გამოდის, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეკომენდაცია ეს არის 10 ოქტომბერი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიის ნორმა რომ გაემართება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 15-დან 20 დეკემბრის შუალედში და 1 იანვრიდან ამუშავდება. ამის ალბათობის წინაშე ვდგავართ. ეს ერთი მძიმე რაც იქ არის. მეორე საკითხი, ეს არის SWIFT-ის თემა. როდესაც ღიად დავიწყე SWIFT-ზე ლაპარაკი მარტში, ეს არის წარმოუდგენელი, ერთადერთი ვიყავი, ვინც ამას ხაზი გაუსვი. დღეს უკვე SWIFT-ი არის რეზოლუციაში. რას ნიშნავს SWIFT-ი? ეს არის უმძიმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ უვიზო რეჟიმზე უფრო მძიმე განაჩენი. რაც რუსეთში ხდება. ხო? იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან ბევრი არის დასავლეთში. შრომობენ, იმიტომ რომ აქ არ არის ნორმალური ცხოვრება და ოჯახის ერთი წევრი გასულია და უგზავნის თანხებს. წარმოიდგინეთ, რომ ვერავინ ამ თანხას ვერ გამოაგზავნის. ვიზა კარტი, მასტერ კარტი, არაფერი არ იმუშავებს, გადარიცხვები არ იმუშავებს. SWIFT არის გათიშვა ამ სისტემაზე. ანუ აქ საუბარია ქვეყნის, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც საბანკო ეხლა შეიძლება როგორც რუსეთმა გააკეთა რაღაც ახალი სისტემა შემოიტანა შიდა გადარიცხვებზე. ეს ავტორიტარულ რეჟიმებში ხდება, ჩინეთშიც და იმაშიც, მაგრამ იქ SWIFT-ი არის ოღონდ შეზღუდულ ვარიანტია, რა თვალსაზრისით რომ ვიზა და მასტერ კარტი იმდენად არ მუშაობს, როგორც შიდა სისტემები მუშაობს, ოღონდ ეს დამოკიდებული არის ფინანსურ კონტროლზე და არა იმაზე, რომ სანქციების ქვეშაა. რუსეთის სანქციების ქვეშაა თითქოს საბანკო სისტემა მირი, რომელიც მუშაობს შიდა თემებზე და გადავიდნენ კრიპტოვალუტაზე და ასე რაღაცას მაიმუნობებით ცდილობენ ქვეყნიდან თანხის გატანას ან რაღაცის ეკონომიურ ურთიერთობაში შესვლას. სულ ორ ბანკს აქვს SWIFT-ი, რომელიც რუსეთში, რომელიც ვაჭრობს სასუქებით და ეს არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით და ბანკ რასიას, რომელიც ამ ნავთობის თემებში არის საკითხებში გადარიცხვებს. აი ეგა. დანარჩენი მოსახლეობა ამით არ სარგებლობს. მაგრამ რუსეთში მრეწველობაა დიდი არის ბაზარი და შედარება ჩვენი და რუსეთის. ჩვენ SWIFT-ის გათიშვა, ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ ვეღარ გაუძლებს. აი საერთოდ არის ჩამოიშლება. ხო, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა აგებული არის ვაჭრობაზე. მოდი თქვათ სიმართლე, ხო, ურთიერთობა დაახლოებით 60% სოფლის მეურნეობის ურთიერთობის არის თურქეთთან. ხა ვერცერთი ქვეყანა ვერ წავა იმაზე, რომ სანქციების ქვეშ იქნება და SWIFT იქნება გათიშული, რომ შეთან ეკონომიურ ურთიერთობებში იყოს, ხო? ეხლა გამოდის, რომ ჩვენ უნდა მივებათ რუსეთს სისტემა მირს, იმიტომ რომ თქვა გადავთოთ. ასეც რომ მოხდეს ბჭყალებში, რასაც ძალიან ალბათობა ძალიან პატარაა, იმიტომ რომ დამას ძალიან დიდი დრო ჭირდება. ძალიან დიდი დაახლოებით 1-2 წელი დაჭირდება მთელი სისტემის გადართვას ფინანსურიდან დაწყებული, თქვა ეკონომიკურ, რაც საერთოდ დიდ კოლაფს გამოიწვევს. ლარის ვარ, აი არც მინდა ამაზე გათხოვ საუბარიც არ მინდა. რა კი საუბრობთ, საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება, რამდენად რეალურია ამ ნაბიჯის გადადგმა და თუ კი ღმერთმა არქნას რომ მოხდეს, არა რეალურია. თუ კი მოხდა, რა დრო დასჭირდება მის საბოლოო ამოქმედებას აი ამ სანქციის. ვიზაზე გითხარით, რომ ეს 1 იანვრის დიდი ალბათობა 90%, SWIFT-ის თემას მომზადება უნდა არ ხდება ისე რომ ეს ერთად გაითიშა ეს ყველაფერი, ამას ჭირდება განხილვა, ამას ჭირდება დაახლოებით თუ სისტემამ დაიწყო მუშაობა მომავალ აპრილი-მაისის თვე. თუ სისტემამ დაიწყო მუშაობა. ეხლა ეს ვლაპარაკობ ყველა ტექნიკური ხაზის გავლის, ხო? ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენ გვეუბნებიან ბევრი მოთხოვნა დაგვიყენა რეზოლუციამ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის საპარლამენტო არჩევნები. ყველაფრის, მოდი ასე ვთქვათ, იქ ხელისუფლების ადგილზე ვართ, წარმოვიდგინოთ. აი, სწორედ მათი შესაძლო ნაბიჯები იქნებოდა საინტერესო თქვენი შეფასებით. აი ამ საფრთხეების გათვალისწინებით. შეიძლება ყველაფერს იგნორირება გაუკეთო, რა. მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ და სარგებელი მივიღოთ იმით, რომ ის სიკეთეები რაც გვაქვს, ხა რო ვიღოთ ქართულ ოცნებაში, შევინარჩუნოთ, მოდი რა. ამისთვის რა გჭირდება? ამ სიკეთეების ლეგიტიმაცია. ამისთვის რა არის საპარლამენტო არჩევნები. აი, ერთ პუნქტსაც რო დაეთანხმოთ ისინი, ფაქტურად მოახერხებენ იმას, რომ უვიზოს თემა შეაჩერონ, SWIFT-ის თემაც კიდევ ხოლმე ლაპარაკობ, თუ ისე ჩაატარეს არჩევნები, როგორც ჩაატარეს და ყველაფერი, ეს ყველაფერი გააქტიურდება, ამაზე ლაპარაკი არ არის. მაგრამ რაღაც დროს მოიგებენ და რაღაც ქმედებებიდან გამომდინარე, შეიძლება გონზე მოვიდნენ რაღაცის გასწორების, ხო? ქართველ ეს ხო როგორ თქვა, ამ სიკეთეებით ეხლა ბევრ მოქალაქეებს გონია, რომ ეს მე არ მეხება.
მე მაინც არ დავდივარ ევროპაში. აი თქვა სიმართლე, ბევრი საუბრობს ამას. განსაკუთრებით რეგიონში არის ეს. აი ჩემი შვილი წავიდა ის ხომ მიგზავნის. იმას ვერ ხვდება რომ შვილი ვერ გამოუგზავნეს. უკვე იქაც კი მიწვდნენ. იმას ვერ ხვდება რომ ოვიზორო თემა როდესაც დადგება ნახევარ საბუთები არ აქვს ჩვენი მოქალაქეები არიან ეს ხო ტექნიკურად ამუშავდება და ამდენი ხალხი უკან წამოეს ხო აი ძალიან ბევრი თემებია გადაჯაჭვული ერთმანეთში და აი მოქალაქეებს მინდა უთხრა რომ მათ ნუ გონიათ რომ ეს მათ არ ეხება ყველას ეხება ეს მდიდარსაც და ღარიბსაც ყველას ეხება იმიტომ რომ სისტემურად ისეა აწყობილი ჩვენ უკვე ნახეთ რა დონემდე მივედით არ ვლაპარაკობთ სასამართლო ხელისუფლებაზე აი წარმოიდგინეთ აი სასამართლო სისტემაზე საკითხებია უკვე აი სასამართლო სისტემაზე არ ვლაპარაკობთ და საუბრობდით რომ აი მოსამართლეების სანქცია მართლმსაჯულება საარჩევნო სისტემები მედიის თემა ამაზე უკვე არ საუბრობთ უკვე უფრო ისეთ თემებზე რომელიც ну а ვერ წარმოედგინა სახელმწიფო გადარჩეს ხო ეს ხდება იმ ფონზე როდესაც ჩვენი მეზობლები მიდიან ევროკავშირში თქვენ ნახეთ რა ხდება ხო მე მგონი როგორც უყურებ ჩვენ დაგვიუქმებენ უვიძოს და სომხეთს მიცემენ ხო ამაზე ცალკე ვისაუბროთ მე მაინტერესებს აი ამ პროცესში რა რისკებზე თქვენ საუბრობთ ცალკე ოპოზიციის და ცალკე ხელისუფლების ფუნქცია როლი რა უნდა იყოს აი ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან დიდ ბრიტანეთში ხვდებიან ადგილობრივ კანონმდებლებს როგორ უნდა ერთობლივი ძალებით როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი ოპოზიციის როლზეც რომ ვისაუბროთ ოპოზიციის როლი არის მნიშვნელოვანი აქედან გითხრათ რომ კმაყოფილი ვარ ოპოზიციის როლით არა რატო იმიტომ რომ არ არის ერთიანობის პოზიცია იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჯობდა ყოფილიყო ერთიანი პოზიცია თქვა ან არჩევნებში წასვლა ან არჩევნებში არ წასვლა არ შეიძლება გაყოფა ნიშნავს იმას რომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალს რა ხა მე არც არჩევნებში არ მივდივარ მაგრამ ჩემ აღებული ხმებით ჩემს გავიყვანო 4-5 დეპუტატი საკრებულოებში რეგიონში მაგრამ აზრს არ ვხედავ ხო ხდებით იმიტომ რომ ერთიანობას უშლი ხელს ხო ანიკით ანაკეთ ამხარეს ნუ სამწუხაროდ ესეთი რეალობა დადგა ამით ხელისუფლება არის მოგებული ამიტომ პასუხისმგებლობა რაში ეცით ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის ორი აზრი არ არის მაგრამ დიდი წილი პასუხისმგებლობის აქ ხელისუფლებას ეხლა უყურეთ სადღაც ორივე ჩვენც და ოპოზიციაც და ხელისუფლება ორივე ხო საქართველოს მოქალაქეები ვართ. ორივე ხო დეკლარირებთ იმას, რომ საქართველოს გვინდა კარგი. ეს ხო თავარი მესიჯი პოლიტიკური ის ხო? ხო შეიძლება თუ კარგი გინდა და აქ გეუნებიან რომ ეგ პრობლემები წინაშე დგახარ. მოდი დავზე და გავარკვიო. მე თითქმის უკვე 95 წლიდან პოლიტიკაში ვარ, საჯარო ხელისუფლებიდან დაწყებული, ღია ოპონირებაში და მე არ მახსოვს ხელისუფლება დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლება. აი სამოქალაქო დაპირისპირებაც რო იყო, რომ არ ყოფილიყო მომლაპარაკებელთა ჯგუფი, რომ ერთმანეთში ყოველთვის საუბარი იყო. ყველა ხიდი ჩატეხილი. ყოველთვის საუბარი იყო. ქართულმა ოცნებამ შექმნა პარალელური სამყარო, თავისი ტელევიზიით, თავისი მომხრეებით, რომელსაც აიძო თავის სახელმწიფო მოხელეებით და ამ ჩაიკეტა და ამ პარალელურ საზოგადოება დარჩა სხვა პარალელურ სამყაროში. საზოგადოება დარჩა იმაში, რომ აი ამ ქართული ოცნების მიერ შექმნილი პარალელური სამყაროთი და ზიანის მიღება ხდება ქვეყნისათვის, ხო ხდებით? ამიტომ არ მახსოვს მე რომ აი მაგალითად ამერიკული ორგანიზაციები IFS იყო, რომელიც საარჩევნო ემებში, სულ USAID-ი არის, იმითი IRA, NDI, რომელიც უზრუნველყოფდა ოპოზიციისა და ხელისუფლების გვალმაგიდას ყოველთვის და ყველას ჰქონდა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსულიყო და თუ ერთ დოკუმენტზე ვერ თანხმდებოდა ნაწილ-ნაწილ რაღაცაზე თანხმდებოდით რაღაც ეხლა ეს არაფერი არ არის დიალოგი არ არის დიალოგი ან გახსოვთ თქვენ ან პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე ხანდახან საპატრიარქოსთანაც რამდენჯერ იყო 7 ნოემბერს მაგრამ საპატრიარქოსთანაც ხდებოდა ეს მომენტების ერთად დაჯდომა არაფერი ეს არ არის ახლა დიალოგი არა თუ ოპოზიციას და მართლ პარტიას შორის თავად ოპოზიციაში განხეთქილება რეალურად რომ შევაფასოთ სალომე ზურაბიშვილის კუშინელი განცხადება მინდა მოვიყვანო მაგალითად მან ღიად თქვათ რომ ხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალებს და მათ გადაწყვეტილებას ვინც ბოიკოტს უცხადებს ამ არჩევნების პროცესს მე სიმართლე გითხრათ მე ვერ გავიგებ ის დაუჭირეს მხარე ოღონდ სული პასუხისმგებლობით ლაპარაკობ, საერთოდ ვერ გავიგე განცხადება. შემექმნეს ეს შტაბის-წილება, რომ კალბატონ სალომეს უნდა იყოს ნებისმიერ სიტუაციაში რაღაც პროცესზე ზევით. აი რომ იყოს ამ პროცესის თითქოს და ზეპარტიული ლიდერის როლი. ხო, ანუ არ გამოდის ეს ახლა, იმიტომ რომ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ძალიან აი თქვენ რომ აიღოთ ახლა დაგუგლოთ და ნახოთ მისი გადაწყვეტილება
პირველი ამოგიგდებს ეს არის ქარტიის თემა. ეს იყო ყველაზე კარგი. როდესაც მან მოახერხა ქარტიის ხელმომწერლების ჩვენს მოვაწერეთ ხელი, ყველას ერთად შეკრება და ეს იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი. აი ეს ნაბიჯი რჩება ინტერნეტში რომ ნახო რა. მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო დაყოფა, ბარიერ გადასული, არ გადასული, მერე ისეთი, მერე ბოიკოტის მომხრე, არჩევნების მომხრე, რა ვიცი, იმისი ამერიკის მომხრე, ჩინეთის მომხრე, აი დაყოფა დაიწყო, ხო? ამიტომ არ შეიძლება ეს ასე. უნდა ყოფილიყო იმ ქარტიის ირგვლივ და მაშინ სისტემურად იქნებოდა ერთიანი ოპოზიცია და მაშინ ის იქნებოდა ლიდერი და დღეს უკვე მას არ აღიქონს როგორ მე განცხადება ვერ გავიგე. აი პირდაპირ ლაპარაკობ. არც ვაკრიტიკებ, არც ისე ვერ გავიგე. ნუ აი ერთ წეონებას ამოვიკითხა უბრალოდ სალომზურაბიშვილის თქვით არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა და ყველაფერი რაც დაპირისპირებას ემსახურება არის ბოლო ბერკეტები ოცნების ხელში. ანუ თქვა ის რომ რეალურად აი ეს არჩევნები არის. ხო, დღეს ეხა გადაცემას მოჩებით და სამეგობროში სამე მოხვდებით და სუფრაზე ზუსტად ასეთ აღგრძელოს გაიგებს, რომ ყველაფერთვის არის ერთიანობა, მეგობრობა და ურთიერთობა და ინტერესების გავა. ყველა სუფრაზე მისვენ მე ამას. აქ არაფერი არ არის. თავარია ქმედება. სუფრაზე ქმედება მოყვება, ჭიქას მიუჭახუდებენ და გადაკოსტიან და დალევენ და იმ თავდება ქმედება, აქ პოლიტიკური ქმედებებია საჭირო, ხო? განცხადება საკმარისი აღარ არის. ამას ჭირდება ქმედება. ეს არის განსხვავება სადღეგრძელოსა და მოქმედებას შორის. როდესაც სადღეგრძელო ხდება ნაწილი არამოქმედების პოლიტიკური, შედეგი დგება ის, რაც დგება და ქართული ოცნება არის გამარჯვებული. დიახ. მოდით ვისაუბროთ იმ პარტიებზეც, ვინც იღებს მონაწილეობას საქმნიშნულ არჩევნებში. ბევრი ამბობს, რომ ეს შეცდომაა, ზოგიერთიც კი მიუთითებს ირიბად, რომ გარკვეულწილად ეს ქართული ოცნების თამაში ჩართვა და გამიზნულად განხორციელებული ნაბიჯია თქვენი შეფასება რა. როდესაც ეს თემები დაიწყო, მე ყოველთვის ვიძახი, არ მინდა არც ერთ პარტიას არანაირი შეურაცხყოფა მივაყენო, თქვათ არამისი, თქვათ ყველა პოლიტიკური პარტია არის სუვერენული თავის გადაწყვეტების მიღებაში. სამწუხარო არის ის, რომ სუვერენიტეტის გამოყენება ხდება იმ წილში, რასაც ქვია, მე ვარ მართალი და სხვა არა, ყველაზე ვლაპარაკობ ამას. ეს არღვევს ერთიანობას, უკომპრომისობა ნიშნავს იმას, რომ ერთიანობა არ არის, როგორც უკომპრომისობა ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ. ამიტომ, ნუ მათი ამომრჩეველი გადაწყვეტავს, მისცემს ხმას, მათ მისცემს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ადამიანები, ვინც მისცემენ ხმას, ხო? იქნება პროცესის მონაწილე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში არ მიდიან, ეს არის აი იმისი დეკლარირება, რომ არჩევნები არ შედგება 4 ოქტომბერს, არის საზოგადოების მოტყუება. რატო? როგორ ეხა ის პარტიები, რომელიც ამ თქვა ბოიკოტირებენ, ჩემი ჩათვლით ან და სხვები, ჩვენ არ გვაქვს იზალა, რომ ჩავშალოთ ყველა უბანი 3200 უბანი. არ გვაქვს ამ იზალა. ეს ამის ილუზია არავის არ გქონდეს. თუ ვინმეს გონია, რომ უბანზე მივა და ეხა როგორ მივა და ზის ლელოს წარმომადგენელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ზის, რა ქვია, გახარიეს პარტიის და ოცნების და იმასაც დავერევით და ამასაც დავერევით. არა, რა თქმა უნდა. ეს არჩევნები შედგება. მაგრამ ამითი ჩვენ ნახეთ რეზოლუცია რაც არის, ხო? სადაც სასახად წერია, რომ ამითი ლეგიტიმაციას უწყობთ ხელსო რა. აი ეს არის, ამიტომ ვიძახე, ბოიკოტი არის პოლიტიკური ჟესტი, რომ ლეგიტიმაციას არ შეუწყო ხელი. თორემ, ეხლა წარმოგიდგენთ, პარლამენტის მანდატი ქონდათ და პარლამენტის მანდატით ეს ყველა ბრძოლის ველზე გავდივართ საომრად. პარტიის პარლამენტის დიდი ველი არ არსებობს. იქ არ შეხვედი. შედიხარ თვითმმართველობის არჩევნების ველზე. რა თქმა უნდა. იძახი რომ ყაველაშვილი არა ლეგიტიმური პრეზიდენტია და ყაველაშვილის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში თვითმმართველობის არჩევნებში მიდიხარ. აი ეს არის პრობლემა საზოგადოება, რატო ოპოზიცია სუსტი, იმიტომ რომ აი ეს თემები ხდება რა, არ თანმიმდევრობა, გახლეჩვა, ერთმანეთის დაპირისპირება, არა მე ვარ სწორი არაშენ და კომპრომისების ამბიციები, რავი, ყველა პრემიერ-მინისტრია, აქედან გამომდინარე, აი ეს უშლის ხელს იმას, რომ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდეს. ეს უშლის ხელს მერე ქალბატონი სალომეს განცხადებების გაკეთებას უწყობს ხელს, იმიტომ რომ არც იქით არც აქეთ ვერ გაიგებ სიტყვაზე ვლაპარაკობ. რომ მესმის, მასაც არ უნდა ხარის აღება, ხო, მასაც უნდა რაღაც ალბათ, არ ვიცი, ასე ვფიქრობ, ხო? და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი რა. იმ თვალსაზრისით, რომ გააკრიტიკო, ხო? მე მივყავი მომხრე რომ არჩევნებში წავსულიყავით ყველა. ოღონდ ყოფილიყო ერთიანი კანდიდატი მერის. მე ხა შეიძლება საკრებულოში ყოფილიყო სხვადასხვა, მაგრამ მერის კანდიდატი თქვა თბილისში 2 მილიარდიანი ბიუჯეტია, ეს რომ ხელისუფლება წაეგო იყო სერიოზული პრობლემა. მაგალითად, აგვიღო აქცენტი ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი. ხო, პირობითად ვიძახი რა.
თუ სხვა ქალაქებში მაგრამ ეს ძირითადად გამოიყოდა მთელი ოპოზიციური ძალები ყოფილიყო აქ იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესია ყველა პარტია კვდება ვინც არჩევნებში რამე ეს პრობლემაა სერიოზული მაგრამ მეორე თემა იყო თუ არ მინდოდა არც ერთი არ წავსულიყავით დღეს აი შეიქმნა ანიკით სხვა შორის ამასთან დაკავშირებითაც საერთო კანდიდატის მერობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებითაც კითხვები რამდენიც დაუსვით ამაზეც კი არ არსებობს რაღაც კონკრეტული მგზავრობა რატო იცით იმიტომ რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში წავიდა ეს ვისაც თანხები აქვს ის თვლის რომ მე მაქვს ფული და მე დავაფინანსებ ჩემ კანდიდატს იყოს ეს არის პრობლემა ჩემი პოზიცია იყო რომ შეგვერჩია არაპარტიული კანდიდატი ვინც საზოგადოებიდან დიდი დობით სარგებლობს რამოდენიმე ჩაგვეტარებინა შიდა პრაიმერისისავით ან რაღაც არ ვიცი გამოკითხვა რა ვიცი და ის ყველა პოლიტიკური პარტიას დაეჭირა მხარი ეს უფრო იქნებოდა კარგი ვარიანტი მაგრამ აი ეს ამბიციები შიდა იმ თემაში რომ გამოიწვია ის რომ და შემდეგი დადგა. მოდით კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ ევროპარლამენტის აი ამ რეზოლუციას და იმ საფრთხეებს, რაც უკავშირდება მას. იმ შემთხვევაში თუ კი ხელისუფლებამ, ესე რომ ვთქვათ, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და დანიშნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უახლოეს თვეებში. უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ ამ მოცემულობით, ამ CSKOT-ი და აი ამ საკანონმდებლო სისტემით. მოდი ასე ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით თუ არჩევნების თემა იქნა, ეს იქნება გაზაფხული 26 და რატომ? იმიტომ რომ მოდით ხელისუფლების პოზიციას გადავხედოთ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებს გაინაღდებენ. ახლა მოდით დავაკვირდეთ კანონმდებლობას, რომელსაც ამკაცრებენ. ჩემი მიდგომა არის ის, რომ ეს კეთდება იმისათვის, რომ იყოს მზადება საპარლამენტო არჩევნებსაც. და რატომ? იმიტომ რომ უკეთესი პირობები მათთვის. ხო, მათთვის დიახ, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში რა ფონიც არ უნდა იყოს, კაცრი კანონმდებლობა იყოს, რომ კონტროლირებადი ქონდეთ ყველა მიმართულება. ინტერნეტ სივრციდან დაწყებული სიტყვის გამოხატვა, თქვა, რაღაც შეურაცხყოფის შესახებ კანონი, ან თქვა, იგივე ფინანსური თემები, დანაშაულთან დაკავშირებით, ტელევიზიების კონტროლი, რაც მან რეგულირებელს დაევალა, ხო? აი ეს ყველაფერი არის მზადება არჩევნებისთვის, ძალიან სწრაფი რეჟიმით მიდის. თეორიულად თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ და ამის შემდგომ დანიშნავენ არჩევნებს. აი ეგ დასკვით თქვენ ახლა მთავარი კითხვა, ხო? მე ვიძახი რომ დაწმუნებული ვარ იმაში რომ ყველა წავალ საპარლამენტო არჩევნებში რა ვითარებაც არ უნდა იყოს და რატო. ეხლა უყურეთ როგორ უნდა რას თავაზობ მაშინ მეორე მხრიდან ხო რომ დათმე ხელისუფლება ну თქვა შევხედოთ ეხლა რას ეუბნება ოპოზიცია რომ ამ CSKOT-ი არ ჩავატარებ იმით დათმე ხელისუფლება არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა შენ დამნაშავე ხარ და ჩვენ ვიქნებით ხელისუფალი. ну ამას ხო არავინ არ წავა ამაზე. ხო ძალის პოზიციიდან ქართული ოცნება საუბრობს. ხო, გამორიცხულია, ხო? ამიტომ ისინი შემოიღებენ იმ თამაშ წესებს რაც არის და ეს ჩანს, ამიტომ ამის დამარცხებად შეიძლება მხოლოდ ერთიანობით. ერთიანობის თემა თუ იქნა აი, როდესაც საუბრობთ საპარლამენტო არჩევნებში 24-ში რომ ერთიანი სია იყო მნიშვნელოვანი და გახსოვთ თქვენ რომ გამოდიოდნენ და იძახოდნენ ცალკე ერთი, ცალკე იქ გავერთიანებით. საზოგადოებას არ უნდა იქ გაერთიანება. უნდა ეხლა ნებისმიერი არჩევნები უნდა მოიგო არჩევნებამდე. ყველას მინდა შევახსენო 2003 წელი, როდესაც არჩევნები მოგებული იყო არჩევნებამდე ამან გამოიწვია ცვლილება ხელისუფლების და 2012 წელი არჩევნები ივანიშვილმა მოიგო არჩევნებამდე. ვინმეს რომ დაეწყო იქ რაღაც არასწორი მოძრაობა, იცით რაც მოხდებოდა 2012-ში. ამიტომაა მნიშვნელოვანი საზოგადოების ამის აზრის შექმნა, რომ არჩევნები მოიგო არჩევნებამდე და მე უკვე სისტემას რა ფორმით რა იქნება ამ მნიშვნელობა არა. საინტერესო იქნება ახლა საგარეო პოლიტიკას რომ შევეხოთ, ოღონდ ბუნებრივია ჩვენ სამეზობლოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს აბუ-დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა საბოლოო სამშობლო მოლაპარაკებების გარშემო და ჩვენი ასე რომ ვთქვათ მომავალი რა შეიძლება იყოს ამ კონტექსტში, ხედავთ რომ სომხეთი ძალიან სწრაფად უახლოვდება ევროკავშირს და რუსეთი კარგავს საკუთარ ბერკეტებს როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში და რეალურად უკვე რულ პოლიტიკაზეც კი გადადიან. ძალიან საინტერესო არის, აი ერთი უნდა დაუფიქრდეს ყველა რა, როგორ მოახერხა რუსულმა პოლიტიკამ, საგარეო პოლიტიკამ ის რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად დასვა, ხო? მოახერხეს, ეს არის შეუძლებელი, ესე იგი თავიანთი მოდი ასე ვთქვათ, სვლა ეს რაც ჰქონდათ 30 წლიანი 14 ყარაბაღის თემების შემდგომ ეს ჩაფლა. ანუ 3 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით ამ 90-იანებს. ესე იგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დღევანდელი შეხვედრა, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ პირდაპირ რატო არის ეს შეხვედრა, ეს არის ზანგეზურის დერეფანის გამო და ეგ არის პირდაპირ ვიძახე ხა მიხარია რომ ჩვენი მეზობლები ლაგდებიან, მოდი ასე ვთქვათ, ლაგდებიან დასავლეთთან, მაგრამ მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ინტერესი, ჩვენ აღმოჩნდებით ჩიხში.
როგორც ზანგეზურის დერეფანი ამუშავდება, საქართველოს იქნება ერთი დიდი ჩიხი. ის მითი, რომ ჩვენ ვარ დერეფანი, ეს დამთავრდება. ჩვენ ვიყავით დერეფანი, იმიტომ რომ იქ იყო რაღაც პრობლემები და ძალიან გეოპოლიტიკური პრობლემები, რომელსაც გადაჭრა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ დიდხანს ჩიხში ყოფნა და პრობლემებში ყოფნა იმ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებსაც არ აწყობს, ხო ხვდებით? ეხლა უყურეთ, ევროკავშირთან გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება სომხეთის სწრაფი გზით დაახლოების, ამის გარდა გაფორმდა ხელშეკრულება სომხეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ერთად სტრატეგიული პარტნიორობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანმა გუშინ გააკეთა განაცხადი, რომ მას სურს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყოს. მოთხოვა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე იქნება. 27 წლამდე აზერბაიჯანი ანაცვლებს მთლიანად რუსულ გაზს ევროკავშირში მიწოდებაზე. 26 წელს საქართველოს ტოვებს ბრიტიშ პეტროლიუმი, აიწურა ის ვადა, რაც შევარდნაძემ გააკეთა. საქართველოს მთავრობამ არ გააგრძელა ეს ვადა, იყო ტექნიკური მომენტები. 26 წელს გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან სოკარი შემოდის, ბიპი არ იქნება, ეს ნავთობი, ეს ყველაფერი იქნება სოკარის და აზერბაიჯანის კუთვნილება. ჩვენ მივიღეთ რაღაც პროცესს, მაგრამ გეოპოლიტიკაზე ვლაპარაკობ ამ წუთას, აი ეს ბიპის უსაფრთხოების თემები ეს ჩახსნილი იქნება ჩვენთვის. გამოდის რომ უსაფრთხოების ამ ნავსადარეს აიღებს აზერბაიჯანი და ჩვენ ვიღაცის ვასალები ვიქნებით, ხვდებით? ზანგეზურის დერეფნის ვასალები ვიქნებით, ჩიხის მიმართულებით. აი თუ აწერია, ხო იცი? საქართველოს მიმართულება, საქართველოს ჩიხი ერთი. აი ესე იქნება ამ მიმართულებაზე. ამას თუ ხელისუფლება არ აცნობიერებს, ეს ხო არ არის პოლიტიკა პარტიული. ეს არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და იმის იმედი, რომ ეს ჩიხი გახსნილი იქნება რუსეთის მიმართულებით, პატარა ჩიხუკად თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? ეს ასე არ იქნება, იმიტომ რომ ნათელი მაგალითია, რაც ახლა მოხდა და ნუ ახლა მაშინ თუ იმ ლოგიკას შევხედავთ, რომ ჩვენ SWIFT-ი არ გვინდა, უვიზო არ გვინდა, დერეფანი არ გვინდა, ნუ მაშინ ხვდებით კრასნოდარის მხარე, იმიტომ რომ აფხაზეთის შემდეგ კრასნოდარის მხარეა. რუსეთის ნაწილი კი არა, კრასნოდარის მხარის ნაწილი. ხა არ ამგონია ეს იმას უნდა. დერეფნის თვალსაზრისით ჩვენი კონკურენტი არის ეს დერეფანი და მოდით რეალურად რომ შევაფასოთ, რამდენად თავარია სტაბილურობა მაინც რეგიონში, რამდენად სტაბილური იქნება ამ შემთხვევაში. იცით რა არის აღნიშნული დერეფანი? ძალიან სწორად დასმული შეკითხვაა. საქართველოს და ჩვენ და ეს დერეფანი, აი უფრო მეტად სტაბილური რომელი შეიძლება იყოს, რომელი უფრო გესახება. ამ სიტუაციაში სტაბილურობა ექნება დერეფანს, იმიტომ რომ დიდი ქვეყნები თანხმდებიან, მოდი თქვა პირდაპირ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამას ხელი შეუშალოთ. ეხლა ყველანაირი მორიდების გარეშე ვლაპარაკობ ამას. ეს არის საქართველოს ჩართვა ამ თემაში, იმიტომ რომ სამივე ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველოს ერთიან პოზიციაში, ეს არის კატასტროფა რუსეთისათვის. ეს არის ძლიერი პოზიციები ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, ირანთან, ყველასთან. და აქ მნიშვნელოვანი არის მოქმედება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი და ეს გამოსაყენებელია ძალიან სერიოზულად. აქ არ არის საუბარი იმ ჩიხზე, რომელიც არის აფხაზეთში, აქ არის საუბარი იმ გზაზე, რომელიც მიდის ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მექანიზმები არსებობს ამ თემაში. ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ ღიად ვიძახი რუსეთთან იმ თვალსაზრისით, რომ ახალგორის მიმართულების გზაც დალაგებული იყოს და ეს პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს მოლაპარაკებების, ეს ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ერთად მიბმას. ოღონდ იმდენად დიდი ეკონომიკური სიკეთეა, რომ რუსეთს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. აი ბევრი ეს დამოკიდებული არის არა იმიტომ რომ საქართველოს დაუთმობენ, არამედ იმას რომ სამი რესპუბლიკა იქნება ძლიერი აკა და ერთიან მოქმედებაში იქნება. მთელი რუსეთის პოლიტიკა იყო რომ სამივე რესპუბლიკა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო არ ყოფილიყო ერთიანი და ჩვენ ვიყავით კარგად სომხებთან, ჩვენ კარგად ვიყავით აზერბაიჯანთან და ესენი ერთმანეთში არა. ეხლა გამოვიდა ის რომ ესენი ერთმანეთში არიან კარგად და ჩვენ ვართ საერთოდ აერში. აქედან გამომდინარე რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ისევ ლიდერი, ოღონდ ამას სჭირდება პოლიტიკა. პოლიტიკის განხორციელება ჭირდება ამას და არა ის რომ რა არის მთავარი თემა ვის ფული წაართვეს, სად რა გარჩევა არის, ვინ რა თქვა, ვის რა ეცვა, ვინ ვის მოუტეხა და ვინ ვის ად იქნება. არა, ეხლა არის დიახ, ეხლა არის გეოპოლიტიკური მომენტები, რომელიც ჩვენ ამოვარდნილი ვართ თავიდან ბოლომდე აქედან და ჩვენ ამას უნდა დაუბრუნდეთ. თუ ვინმეს გონია რომ შანსი არ აქვს, გვაქვს შანსი. როცა ვლაპარაკობ ბიპი გადის და სოკარს მიაქვს ნავთობსადენი, საქართველოს ტერიტორია არის ეს. ჩვენი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის რაც მეაქცია შევარდნაძემ, აი მთელი მთავარი, აი
ბიპის უსაფრთხოების აი დავტოფსადენის ბაქუ ჯეიხანის თემა 26 წლის ივნისის შემდეგ ბიპი გადის და ხდება სოკარი, ხო? წარმოიდგინეთ ესე იგი ჩვენი სიჩუმე აქ არ გამოვა არანაირად. როდესაც იყო შანსები ამის გაძლიერების. ამიტომ გამოდის რომ ჩვენი ნავთობსადენის მომენტები ჩვენი მეზობელი ქვეყანას ეკნება გარკვეული კონტროლი. ამიტომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურად ჩვენი როლის გაზრდა ამ რეგიონში. დიდი იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რომ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო პაადა დავითაია, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც უკვე მეორე სტუმართან აკაკი ბობოხიძესთან ერთად დაგიბრუნებით პირდაპირ ეთერში, ამიტომ არ გადაერთოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიბრუნებით ეთერში ვაგზალებთ ნიუსრუმს ამჯერად უკვე ჩვენი გაცემის მეორე სტუმართან აკაკი ბობოხიძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონო აკაკი ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი თემა ალბათ გუშინ საღამოს მიღებული რეზოლუცია ევროპულ პარლამენტში 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ მათ საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს რომლის შემდეგაც ბევრი ელოდება უკვე კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს თქვენი შეფასება და თქვენი მოლოდინი როგორია ამასთან პირველი ჩემი შეფასება დავიწყოთ იმით, რომ ჩემი საზრით ქლად ზუსტი არ არის საკმაოდ ძიმე. ეს არ არის საკმაოდ ძიმე რეზოლუცია, ეს არის ძიმე რეზოლუცია, იმიტომ რომ აქ არის უმძიმესი ტერმინი გამოყენებული, თვითაღიარებული ხელისუფლება. ამაზე იქეთ კიდე სადმე წავიდეს რეზოლუცია არ მესმის. არაფერი ისინი საბედნიეროდ სწორად ხედავენ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს დგას საქართველოში და სწორ შეფასებას აკეთებენ. იქ არის აქცენტი ერთ-ერთ მომხრში არჩევნებზე, პირო შესაბამისი პირობებით და ეს არაფრით არ განსხვავდება ქართული საზოგადოების მოთხოვნებისაგან. ჩვენ ზოგადად არჩევნებზე როგორც ინსტიტუტზე ვარი არ გვითხოვს, პირიქით ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს და არ ვითხოვთ თან არჩევნებს, სადაც ოპოზიცია მოიგებს მაინც და მაინც. არა, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება დაფიქსირებული და არა ის რა უნდა მართლ თუ ძალაუფლების ვთქვათ პარტიას, იმიტომ რომ ეს აღარ არის მართული პარტია, ეს არის ძალაუფლების პარტია. იქ არის ასევე მეორე მუხლი, რომელიც აი ზუსტად რომ იმას ვქნათ და ჩემი ინტერპრეტაცია არ იყოს არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს ელის და რომ გარდა ამისა თვითგამოცხადებული ხელისუფლება მსგავს მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. ლეგიტიმაციის საკითხით ხო, გეუბნებით. ანუ აქ პრაქტიკულად არის იმ ხიფათზე ლაპარაკი, რომელზედაც ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს იმ სარბიელზე, სადაც ჩვენ უფრო წარმატებულები ვართ. ეს არის გარესარბიელი, სადაც ხელისუფლებას არ აქვს საშუალება ძალისმიერი მეთოდებით გვებრძოლოს, ხო? ყოველ შემთხვევაში გარეთ მათ არ აყავს ეს ტიტუშკები და არ აყავს ეს უნომრო ნიღაფაფარებული სპეცნაზელები. დღეს მათ ქართულ ხალხს საქართველოს ტერიტორიაზე ომი გამოუცხადეს პრაქტიკულად და მე მინდა ვთქვა, რომ აღიარებ რომ არ მზად ვართ და მინდა რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, არც არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ჩვენ ამ გამოწვევას უპასუხოთ იმით, რასაც ისინი იმსახურებენ. არა, ეს რამენაირად უნდა ავაცილოთ ჩვენ პირიქით ქვეყანას, ეს დაპირისპირება, ფიზიკური დაპირისპირება. ოღონდ თუ ამას დაემატება ისიც რომ გარედან წნეხი ამად და ზეწოლა ხელისუფლებაზე შემცირდება, ასეთ შემთხვევაში სრულიად უძალონი აღმოჩნდებით. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ეს ორი მდგენელი აქვს ამ ბრძოლას, ეს არის შიგნით პროტესტი, წნეხი და გარედანაც წნეხი, რომ მივახციოთ თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, რომ საქართველოს დავაბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. და მეცაც გეტყვით, ახლა ხშირად გაისმის ხოლმე ესეთი რამე, რას ვაპირებთ, ვიღაცა ამბობს, რომ აბა ბოიკოტშია თუ არა აზრი. ჩვენ არაერთხელ მე პირადადაც გამიკეთებია ეს განცხადება, სიტყვა ბოიკოტი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უბრალოდ
ტერმინად იხმარა, თუმცა ის თავისი არსით, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არ არის ბოიკოტი და არ ვაპირებთ ბოიკოტს. ეს არჩევნები უბრალოდ არალეგიტიმურია. არ არსებობს ეს არჩევნები. არჩევნები, რომლებსაც ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება და ატარებს თან არასამართლიან გარემოში, არ შეიძლება არჩევნებად ჩაითვალოს. ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადოთ ესე ვთქვათ, ლეგიტიმურ პროცესს, უბრალოდ მიზანშეწონილად არ მიმაჩნდეს და პოლიტიკური ნაბიჯი იყოს ამა თუ იმ პროცესის ბოიკოტირება. აქ ბოიკოტზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ პროცესი არ არსებობს, უბრალოდ სამართლიანი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, არც იურიდიულად და არც ფაქტობრივი მდგომარეობით. მაშინ რა შეიძლება ემსახურებოდეს იმ პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილება, ვინც იღებს მონაწილეობას აი ამ არჩევნებში, კონკრეტულად ორ პოლიტიკურ პარტიაზე მაქვს საუბარი, გახარია საქართველოსთვის და ძლიერი საქართველო. რა შეიძლება იყოს მათი მიზანი? მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ისინი ცდებიან და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ბოლო მომენტამდე ისინი რაღაც შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას. მინდა რომ ცდებოდნენ და არ იყოს რაიმე სხვა, იმიტომ რომ არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც თანამდებობით არ ვიცი, ამიტომ მგონია რომ ისინი ცდებიან და იმედი მაქვს რომ შეცდომის გამოსწორება არასდროს არ არის ხოლმე გვიან და იმედი მაქვს რომ ისინი ამ შეცდომას გამოასწორებენ. ყოველ შემთხვევაში მე მინდა ხაზგასმით ვთქვა რომ ჩვენ ეგრეთ წოდებული ბოიკოტის კამპანიას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ კამპანიას თუ როგორ უნდა მოხდეს რეჟიმზე ზეწოლა, შიგნით თუ გარეთ, ხალხის პროტესტზე თუ გარედან პარტნიორების ზემოქმედებით, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდეს დაანიშნოს სამართლიანი არჩევნები. უпроსორად ქართული ოცნება კი არა, უბრალოდ პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს თუ როგორ, რანაირად და რა პირობებში ინიშნება არჩევნები და მინდა ვისარგებლო თქვენი შემთხვევით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჩვენ 19-ში გვაქვს დაანონსებული ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო მიტინგი, რომელიც მე არაერთხელ გვითქვამს, უწყვეტი პროცესია, პროტესტი და მადლობა იმ ხალხს, რომელიც უწყვეტად დგას რუსთაველის გამზირზე, მსგავსი რამ არ ყოფილა და ამას მიუხედავად იმისა, რომ ცირია უმეტეს შემთხვევაში რაოდენობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი ამას აღნიშნავს, იმიტომ რომ შეუძლებელია ასობით ათასი ადამიანი უბრალოდ თვეობით იდგეს და ყოველდღიურად ქუჩაში. ამიტომ აი ამ უწყვეტ აქციებს უნდა დაემატოს, რა თქმა უნდა, ხალხმრავალი აქციებიც, რომ ეს პროტესტი მუდმივად ჩანდეს ქართული ხალხის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენს პარტნიორებსაც ჩვენი მხრიდან ჭირდება იმის დანახება, რომ საქართველო და ქართული ხალხი მზად არის იმ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ჩვენს მაგივრად დემოკრატიისთვის რა თქმა უნდა არავინ არ იბრძოლებს. ჩვენ დაგვეხმარებიან. და კიდევ ერთ საინტერესო რამეს ვიქნა. აი ხალხის განწყობებთან დაკავშირებით ერთ შეკითხვას დაგისვამთ, რეზოლუციას რომ დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ. ხო, ბოდიში ვიხდი 19-ში თარიღი დავასახელეთ თუ არა? კი, 19-ში არის. 19-ში გვექნება მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საპროტესტო მსვლელობა და მე იმედი მაქვს და მე მინდა რომ საპროტესტო ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი ვიხილო ამ პროტესტზე, იმიტომ რომ ეს პროტესტი პერიოდულად უნდა ჩანდეს აუცილებლად. და რაც შეეხება ელექტორატს და მის განწყობებს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარი არის ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზეც, რაც უკვე უშუალოდ თითოეულ მოქალაქეს დააწვება, მათ შორის ქართული ოცნების სამორჩეველსაც. რა მოლოდინი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ კონკრეტული საფრთხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ შეიძლება უკან დაიხიოს და შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები. საქართველოში დღეს თითქოს ხდება სრულიად ალოგიკური რამ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულია, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირებს წვეთს, თითქოს ქართული ეკონომიკა ჯერჯერობით უკან არ მიდის. ეს არაბუნებრივი მდგომარეობა თითქოს ერთი შეხედვით, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რა არის ამის თავარი მიზეზი. დღეს საქართველოში შემოდის უზარმაზარი ინვესტიცია და ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში ყოველწლიური, აი ყოველწუთიერი, ყოველწამიერი, იცით რა არის? ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები, რომელიც $1 მილიარდზე უფრო მეტია. აი ეგ ვიზავის ლიბერალიზაცია დაარტყამს ამას და თუ დღეს ქვეყანა სუნთქავს და დგას, მათ შორის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვისაც, იმიტომ რომ კორუფცია ღარიბ ქვეყანაში უბრალოდ იქნება, ოღონდ მასშტაბი ვერ ექნება გამომდინარე ეკონომიკის მასშტაბიდან. დღეს თუ ქვეყანა რამეზე დგას ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილ თანხებზე და ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ ეს ყველაფერი დაარტყამს თითოეულ ჩვენთაგანს. იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აყავს ნათესავი, იმ ადამიანებსაც, ვისაც იქეთ ყავს ნათესავი და დამოკიდებულება, რომ აი ეს პრობლემები შეეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს,
და სამწუხაროდ არის ეს განცდა საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილში და განსაკუთრებით ქართული ოცნების მომხრეებს არ აღელვებთ ბიძინა ივანიშვილის და ყობახიძის მიმართ გატარებული ზომები. თავარია ისინი იყვნენ კარგად და რამენაირად ბიძინა და ყობახიძე მოითმენენ. ფულის მეტი რა აქვს. ესეთია მათი დამოკიდებულება. არა, მათაც შეეხებათ. დღეს იცი რა შეხვდა რა სოფლიოში მიდის, აი არ ვიცი, 7-8 ბალიანი მიწისძვრის ტოლი გეოპოლიტიკური ცვლილებები და ჩვენ ამ დროს ქართველები ძალიან უცნაურ ამას ვაკეთებ თვალდახუჭურის სირაქლემას პოზაში ვზივართ. დღეს 1 საათია მგონი დაიწყო თუ აბუ-დაბიში, დუბაიში არა ბოდიშვილი ხდება ერთმანეთს ფაშინიანი და ალიევი. ერთი კვირის წინ სვათაშორის რუსეთის მუქარის ფონზე დემონსტრაციული შეხვედრა გაკეთდა სტეფანაკერტში, ანუ ყარაბაღში ერდოგანის, ალიევის და ირანის პრეზიდენტის ეს გაცილებით უფრო საინტერესოა, რომ ირანის პრეზიდენტი, რომელიც და ირანი იყო ის სახელმწიფო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ზანგეზურის დერეფანის გაჭრის, იმიტომ რომ ირანი და თურქეთი მაინც კონკურენტი და მეტოქე სახელმწიფოები არიან ისლამურ სამყაროში, თურქეთი, აზერბაიჯანი ეს ერთი პოლიტიკური ბლოკია და ირანი იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი მიუხედავად იმისა, რომ რუსული გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთში პრაქტიკულად ნულზე დავიდა. დღეს ირანიც კი ამ პროცესის მონაწილე გახდა მას შემდეგ, როდესაც რუსეთმა ხმაც კი ვერ ამოიღო თურქეთის ირანის დაბომბვაზე. თან ერთადერთი მოკავშირეა რომა იქნება ვინმეს გონია რომ რუსეთს ბევრი მოკავშირე ყავს თუნდაც უკრაინის ომში. არა, ერთადერთი მოკავშირე ყავდა ტერორისტული ირანი. ირანი უგზავნიდა მას იმ დრონებს, რომელთაც უკრაინა იბომბება, ირანული წარმოების არის და გადავიდა უკვე წარმოება ირანში და პრაქტიკულად ირანი რუსეთის ერთადერთი მოკავშირე დაიბომბა და რუსეთმა სუბუქი შეშფოთების მეტი ვერაფერი შეძლო. დღეს ირანიც კი მიხვდა რომ რუსეთის საიმედო მოკავშირე არ არის და მან დაიწყო დამოუკიდებელი თამაში. ანუ გეოპოლიტიკური ძვრები მიდის. ჩვენის ფუნქცია რაც ყარაბაღის ომის შეკითხვა ამას შეეხება სწორედ რომ ჩვენ სადორ შევით ამ დროს. თელი უბედურება იცი რა არის რომ და თუ ჩვენ არ დროზე არ მოვედით, ჩვენ ძალიან ცუდი მომავალი გვექნება. საქართველოს იყო ერთ-ერთი მკაფიო და აქტიური წევრი ანტიტერორისტული კოალიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ ერთიათად გაიზარდა და წვისა და აღჭურის პროგრამა დაიწყო 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. და დღეს საქართველოს ანტიტერორისტული კოალიციიდან გადაიქცა ტერორისტული კოალიციის წევრად. დღეს საქართველოს ურთიერთობს ეს ცნობილ ფაქტს გაგახსენებთ, ყობახიძე როდგას ჯგუფში, რომლიდანაც 9 თუ 10 უკვე ანტიტერორისტულ, ესე ვთქვათ, ბრძოლას შეეწირა. საერთაშორისო მედიებს მირჩა ყურადღების მიღმა. ძალიან სახიფათო მიტინგი იყო ამას წინათ აზერბაიჯანში და ქართველების ერთ ნაწილს ჰქონდა დამოკიდებულება, რომ როგორ გაბედეს აზერბაიჯანელებმა ის რელიგიური დღესასწაული იყო და საქართველოს მარნეულში იყო. მარნეულში, ხაბარავთ კი? აზერბაიჯანში. ხო, ბოდიშვილი. მარნეულში თორე ახლა აზერბაიჯანის მიერ ეთნიკური აზერბაიჯანი პირიქით ირანული გავლენებისაგან თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურად ერთი არიან. შიიტურია აზერბაიჯანი, შიიტურია. ხო, აზერბაიჯანი იმდენად რელიგიური არ არის, ხო, როგორც არ არის იმდენად რელიგიური და პოლიტიკურად პირიქით თურქეთთან თურქეთის პარტნიორია. საქართველოში პირიქით არის ირანული გავლენა ძალიან გაძლიერდა და აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ამ ხალხმა თავიანთი ვთქვათ რელიგიური დღესასწაული აღნიშნეს. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ მათ გამოტანილი ჰქონდათ ირანული დროშები, მათ გამოტანილი ჰქონდათ და ხომეინეის პორტრეტებზეც არ მექნებოდა გართულება, იმიტომ რომ მათი რელიგიური ლიდერია ტრამპის ჯანდაბას, მაგრამ როდესაც ნასრალას სურათებიც გამოგავს, რომელიც ჰეზბოლას აც უკვე გარდაცვლილი ეს თავისი სიკვდილით არ მომხდარა, ხო ის ანტიტერორისტულ ოპერაციაში შეეწირა. ასე შემთხვევაში საქართველოს შანსიც კი არ აქვს, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრები აღმოჩნდეთ და
თან სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ესეც აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ოღონდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ მე პრეტენზია არ მაქვს. ისინი ამ წუთიც უნისონში მოდიან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან. არის ანტიტრამპული, არის ანტიამერიკული და იმათმაც გამოავლინეს. არის პროირანული და იმათმაც გამოავლინეს. არის პროჰეზბოლისტური და იმათმაც გამოავლინეს და რატო აკეთებს ამას ხელისუფლება? ვერ დავიჯერებ, რომ ირაკლი ყობახიძე მართლა ტერორისტების მხარეზეა. მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ცივილიზებულ სამყაროში ისინი ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებასა და ხელისუფლებას. ამიტომ ძალაუფლებისა და ხელისუფლების შენარჩუნება არჩიეს საქართველოს ინტერესებს და ჩვენ დავკარგავთ იმ თავარს, რაც გვაქვს ტრანზიტულ ფუნქციას, რაც გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა დაგვაკარგინებს ასევე ეკონომიკურ დივიდენდებსაც. აქ უზარმაზარი შემოსავლებია. ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციით დავკარგავთ ცდომას დასავლურ სამუშაო სფეროსთან. ის რამდენადაც შეურაცხყოფელი არ უნდა იყოს, მოხუცებს უვლით, მოიცა უკეთესი რამის გაკეთების უნარები, ჩვევები გვაქვს, ცოდნა განათლება გვაქვს და ვარს გვეუბნება ვინმე, ვინც პროფესორია და ვინც გამოცდილი ექიმია, ან ვინც მეცნიერებაში, ისინი მეცნიერებად და ექიმებად მუშაობენ. როცა მეტი არა გვაქვს სამწუხაროდ, იმაზეც კი დავკარგავთ სტომათ, რაც გვაქვს და რითაც დღეს ვარსებობთ. გარდა ამისა, დაიწყო უკვე ლაპარაკი SWIFT-დან ჩვენს ჩახსნაზე. ეს იცი რას ნიშნავს, რომც არ დეპორტაცია რო არ ვიზა ლიბერალიზაციაზე უფრო მძიმე საკითხი სწორედ ეს გახვალთ რეალურად. ეგ ჩათვალე რომ ცივილიზებულ სამყაროსთან საერთოდ არ გაქვს სტომა და რომც დეპორტაცია არ მოხდეს ჩვენი მიგრანტების, ფულს ვერ გამოგზავნიან უბრალოდ. ამ ფულის გამოგზავნა თუ აგზავნიდნენ $1000, $1000 გამოგზავნა დაჯდება $500. ანუ ნახევარი ესე ვთქვათ გადმოგზავნის პროცედურები შეიწირავს. ამიტომ თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა საით მიგვაქანებს ეს ხელისუფლება. ეს ამ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს არ უწერია არც მშვიდობა სინამდვილეში, არ უწერია სტაბილურობა, არ უწერია ეკონომიკური წესვლა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოიტანს დაცილებით დიდ ქაოსს, ვიდრე საქართველოში ჩვენ გვაქვს გამოცდილი. აი ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი ოპოზიციის როლი, რა უნდა გააკეთოს ოპოზიცია მოახლოეს თვეებში იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნისთვის ასიკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოა ხალხი ოპოზიციის, მე მინდა ვთქვა, რომ ის მხარდაჭერები რაც არის დასავლეთში, ეს არ არის ოპოზიციის მუშაობის გარეშე. ეს სწორედ ოპოზიციის მუშაობის შედეგი, ამიტომ ნუ გავატანთ წყალს ოპოზიციას, უბრალოდ სასურველია რომ მეტი კოორდინირება ყოფილიყო. საბედნიეროდ უკვე 8 პარტიამ შევძელით, ხო? ერთად დავჯდეთ და მე იმედი მაქვს და ძალიან მინდა რომ შემოგვიერთდეს მათ შორის ის პარტიებიც, რომლებიც არჩევნებში, ან ვითომ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, დაგვაზარალებენ, ოღონდ პროცესი მაინც გაგრძელდება. ოღონდ, ნუ ვერ იქნება ესე ვთქვათ, სულიად საქართველოს დაგვაკდება ის პატარა ნაწილი, ვილაპარაკოთ საქართველოს სახელით, რასაც ისინი წარმოადგენენ და მით უმეტეს ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ აქტიურად მუშაობთ. მე ვფიქრობ, რომ მეგობარი აქტი უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული, ოღონდ ეს უახლოეს პერიოდი ქართველებს რო გვინდა იყოს 1 კვირა, 2 კვირა, ან უფრო მეტიც დღეებიც კი, ესე არ არის. ეს შეიძლება რამდენიმე თვე იყოს, ოღონდ ეს არ იქნება არც ერთ შემთხვევაში რამდენიმე წელი. მათ შორის ევროპას, რომელსაც დღეს აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინის ომის სახით, ოღონდ უკრაინის ომი ჩვენთვის, რაც არ უნდა კრეხელობა იყოს დღეს ამის თქმა, უკრაინის ომი, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა არის ჩვენი მშვიდობის საწინდარი, სწორედ და არა ბიძინა ივანიშვილის ან იმის რა ქვია, მით უმეტეს ყობახიძის დამსახურება. სომხეთშიც კი ვერ ატარებს, სადაც გიუმრის უზარმაზარი ბაზა დგას. უკვე რუსეთს იმდენად არის ჩაფლული უკრაინულ ჭაობში. სიტყვიერად ემუქრება აზერბაიჯანს, მაგრამ ფაქტია რომ არაფრის თავი არ აქვს და დღეს წინა კვირაში ალიევმა საოცარი განცხადება გააკეთა, რომ ის არ დააპატიმრებს, რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ აზერბაიჯანელებს, აზერბაიჯანის მოქალაქეებს, მაგრამ აუცილებლად დააპატიმრებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებში და აგებინებს პასუხს. ანუ შევხედოთ ხალხო, რა ხდება და დღეს აი ამ უზარმაზარი ცვლილებების პერიოდში ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს რადგან ძალაუფლება, ხელისუფლება სიტყვა არ მინდა ვიხმარო, რადგან ძალაუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და ქართულ ხალხს გარეთ, ვინმე მაინც წარმოადგენდეს და აი ეს ვინმე არის სწორედ ოპოზიცია. მადლობა ბატონო. უმჯობესი იყო უფრო აქტიურად, მაგრამ
ну, კარგია ისიც, იმედი მაქვს, რომ თან გაფართოვდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთო წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გახავთ ჩვენი სტუმარი აკაკი ბობოხიძე. ამით დღევანდელი ნიუსრუმი დასრულებულია. ჩვენს ეთერს 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით ნინი დავითაძე გააგრძელებს. მე კი დღის შემაჯამბელ საინფორმაციო გამოშვებამდე გემშვიდობებით დროებით.